მოგესალმებით შემოწურფასო ინტერნეტ ტელემაყურებლებო, პეკატივის ეთერში არის ახალი რუბრიკა მათქმევინე, თუმცა ეს ახალი რუბრიკა მხოლოდ პეკატივიჯისთვის არის, რადგან მათქმევინეთ ეს იყო პრეს პრემიერის რუბრიკა. ალბათ ჩემს მკითხველს, ჩემს მაყურებელს კარგად ახსოვს ერთ დროს საკმაოდ სერიოზული ჟურნალისტური გამოძიების გრიფით პრეს პრემიერი ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც მკითხველს ძალიან უყვარდა საქართველოშიც და საქართველოს ფარგლებს გარეთაც. მაგრამ ეს ჟურნალი არაერთგზის ვთქვი უკვე, რომ 2005 წლის აგვისტოდან ვეღარ გამოვიდა, რადგან მან საკმაოდ სერიოზული დარტყმა გადაიტანა მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან და უშუალოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გვერდით მდგომების მხრიდან. მაგრამ რომ პრეს პრემიერი დღემდე აღარ გამოსულა, თუმცა გამოდის მისი ტყუპის ცალი, ასე ვთქვათ, ინტერნეტ მედია ჰოლდინგის სახით, ეს არის პეკატივიჯი, რომელსაც ასევე აქვს მეორე დომენი პრეს კავკასიაჯი და მესამე დომენი პრეს ტივიჯი, რომელიც გინდათ აკრიფეთ პრეს, როგორც კი აკრებთ, ეგრევე შემოხვალ ჩვენ საიტზე. ასე რომ ჩვენ საიტს და ჩვენ საიამ ინტერნეტ მედია ჰოლდინგს ვუბრუნებთ რუბრიკას მათქმევინეთ. იმის შემდეგ, რაც ჩვენ დავიხურეთ, ძალიან ბევრმა ტელეკომპანიამ აიღო დაახლოებით მსგავსი რუბრიკები სხვადასხვა სახელწოდებით, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი პირველი სიტყვა ამ რუბრიკით თქვა პრეს პრემიერმა და ამას საკმაოდ ხმამაღლა ვაცხადებ. ამ რუბრიკის ავტორი გახლავართ მე, ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი, ასე რომ თამამად ვაბრუნებ პრეს კავკასიაჯიზე, უფრო სწორედ პეკატივიჯიზე. მაშასე გვიყურეთ დღეიდან რუბრიკაში მათქმევინეთ. ჩვენ გელოდებით თქვენ შემოსაყვარელო მკითხველო, თუ შემოსაყვარელო მაყურებელო და თქვენ სრული შესაძლებლობა გეძლევათ თქვათ ის, რაც ძალიან მეტად გაწუხებთ, თქვათ ის, სადაც რაც გაქვთ დაფარული შიგნით და გინდათ რომ ამოთქვათ. ან მიაწვდინოთ ხმა იმ ადრესატს, რომელსაც ვერ ხვდებით ხოლმე, ეს შიდა უწყებები იქნება, რაიმე სტრუქტურები იქნება, ხელმძღვანელობა იქნება, უბრალოდ ადამიანები იქნებიან და ასე შემდეგ. არ ვიცი, ვის რა გაქვთ სათქმელი. ჩვენ საკმაოდ ბევრი რუბრიკა გვაქვს, რომლის განხორციელებასაც უკვე დავიწყებთ და სექტემბრის ბოლოდან ჩვენ საკმაოდ უფრო მეტად საინტერესო თემებითა და რუბრიკებით შემოგიერთდებით. დღეს კი პეკატივიჯიზე მათქმევინეს პირველი გადაცემა, რომელსაც ისევ და ისევ მე წარმოვიძღვები თავიდან. თუმცა მათქმევინეთში იქ არ იქნება წამყვანი, იქ იქნება ადამიანი, ასეთი ფორმატის იყო ყოველთვის პრეს პრემიერში და ასეთი ფორმატის დარჩება დღესაც. პრეს პრემიერი შემოსულ წერილებზე მუშაობდა, ან რედაქციაში ვინც მოგვაკითხავდა და დაგვიტოვებდა წერილის სახით თავის გულის ტკივილს, ან თავისი სიტყვების სახით თავის გულის ტკივილს. ხშირად ანონიმურადაც რჩებოდა ეს ადამიანი. მაგრამ ეს უკვე თქვენს ნებაზეა დამოკიდებული. ჩვენ მაშინ პრეს პრემიერის ფურცლებზე ვმუშაობდით. ახლა ტელეეკრანის მეშვეობით დაგელაპარაკებით და მოგაწვდით ჩვენ აზრს, ჩვენ შეხედულებებს, ჩვენს კომენტარებს, ჩვენს გულის ტკივილს, რა გვაწუხებს, რაზე გვინდა რომ ვილაპარაკოთ. ასე რომ პირველი მერცხალი პეკატივიჯიზე რუბრიკაში მათქმევინეთ მე ვარ ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი და ამ ვებგვერდისა და ამ ტელევიზიის მთავარი რედაქტორი. დღეს მინდა ჩემი გულის ტკივილი გამოვთქვა 2015 წლის ცხელ და მძიმე ზაფხულზე, ასეთ აქტიურ და ურთულეს ზაფხულზე და კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს ჩემი გულის ტკივილი. უამრავი რამ მოხდა ივნისიდან დღემდე. მე ვსაუბრობ უარყოფითზე, უარყოფით სიტუაციაზე, არა იმიტომ რომ მე პოზიტიურს ვერაფერს ვერ ვხედავ, არამედ იმიტომ რომ მე მინდა ის გულის ტკივილი გამოვხატო და ის თანაგრძნობა, რასაც ადამიანების და განსაკუთრებით ახალგაზრდების დაღუპვა ქვია. ხშირად, თითქმის ყოველდღიურად და დღეში
არ ვიცი, ყოველწამიერად თითქმის გვესმის ზღვაში დაიხრჩო ეს ახალგაზრდა, რიონში დაიხრჩო ის ახალგაზრდა, ბაზალეთის ტბაზე დაიხრჩო ის ახალგაზრდა, აგერ გუშინ ფოთის ზღვაში თუ ამ რამდენიმე დღის წინათ ფოთის ზღვაში დაიხრჩო ორი ადამიანი, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი, 22 წლის ბიჭი. სულ ცოტა ხნის წინათ დაიღუპნენ ბაზალეთის ტბაზე, დაიღუპა ბაზალეთის ტბაზე საკმაოდ ლამაზი ადამიანი ილია, რომლის სულსაც ხშირად ვიხსენებ. ასევე დაიღუპა ეკლესიის მრევლის თვალწინ პატარა ბიჭი ნიკოლოზი და ასე შემდეგ. რომელი ერთი ჩამოვთვალო, ხდება სტიქიური უბედურებები. ზაფხულიდან მოყოლებული ინგრევა და უпроსტად ივნისიდან მოყოლებული აი ამ ზაფხულზე გელაპარაკებით მხოლოდ იწყება ეს სტიქიური უბედურებები, დაინგრა სოფლები, დაიღუპნენ ადამიანები, ჯერ მარტო თბილისის ტრაგედია გავიხსენოთ 2015 წლის 13 ივნისიდან 14 ივნის გარდამავალ ღამეს დაიღუპა უამრავი ადამიანი, რამდენიმე მათგანი ჯერ კიდევ არ უპოვიათ. ეძებენ გულმოკლული ოჯახის ახლობლები სერგი კაპანაძეს. მე არ ვიცი თუ არ ვცდები ის ტაქსის მძღოლიც არ უპოვიათ ჯერ. საუბარია რომ დაიღუპა მხოლოდ ათეული ადამიანი, ეს არის 19 თუ 22 რიცხვი ზუსტად აღარ იციან, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ერთი ადამიანის რომ დაღუპულიყო, ის ხომ ჩვენი სისხლი და გენია და ჩვენი ჯიში არის. ასე რომ კიდევ რამდენი არ უპოვია და კიდევ ღმერთმა იცის რამდენი ადამიანი დაიღუპა, ეს ჩვენ რიცხობრივად სტატისტიკური მონაცემებით ზუსტად არ ვიცით, ოფიციალურად კი სხვა რამეს გვეუბნებიან. რამდენი ადამიანი დაზარალდა თუნდაც სწორედ ამ ღამის შედეგად. ასევე რომ გადავხედოთ საქართველოს რაიონებს, დაინგრა ყვარელი სულ ახლახანს, ყვარლის სოფლები, მოსახლეობას მოსავალი გაუნადგურდა. დაინგრა დუშეთი ივნისის თვეში სტიქიური უბედურებების შედეგად, სოფლები მოწყდა ცენტრალურ გზებს და ცენტრალური გზებიდან გამომდინარე მოწყდა ქალაქს. დაინგრა ხალხს სახლები, მოსავალი განადგურდა. პირუტყვი, შინაური პირუტყვი იყო თუ ფრინველი ხალხს დაეხოცა. ასევე ფოთში დაინგრა სტიქიური უბედურების შედეგად ფოთის ზარალზე თუ ვილაპარაკებ, ძალიან ბევრი რაიონი, იქ აჭარაში მოხდა სტიქიური უბედურებები და ასე შემდეგ, რომელი ერთი ჩამოვთვალო, ყველა ჩვენია, ყველა ჩვენი ტკივილია, აგერ სულ ახლახანს ყაზბეგის მიმართულებით, როცა მიდიოდა ავტომანქანა, ჩამოინგრა კლდე, თუ სწორად ვამბობ და დაიღუპა პაპას ჩააგდო ხელში 10 წლის შვილიშვილი. სულ ცოტა ხნის წინათ კი რამდენიმე თვის წინათ დარიალის ხეობაში ჩამოინგრა მთა კლდე და მაშინაც მოხდა კატასტროფა. ეს რა ხდება? მე აღარ მოვყვები, ვეღარ განვაგრძობ იმას, თუ რა ხდებოდა, რა ხდება ამ ხნის მანძილზე, რამდენი ადამიანი დაიღუპა, სტატისტიკურ მონაცემებზე აღარ მაქვს საუბარი. საკმაოდ მრავალრიცხოვანი აღმოჩნდა ეს უბედურება. სულ ახლახანს კუს ტბაზე მოხდა სროლა და ხუთჯერ იყო ნასროლი, ცეცხლსასროლი იარაღიდან ავტომანქანაზე და ღმერთის წყალობით მსხვერპლით არ დასრულდა ეს ამბავი, თუმცა ალბათ გათვლილი იყო მსხვერპლზე, ალბათ ადამიანები შემთხვევით გადაურჩნენ. სულ რაღაც 2 თვის წინათ იგივე კუს ტბაზე ცემეს ახალგაზრდა გოგონა პოლიციელებმა და ის გოგონა ფსიქიურად უკვე საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ასე შემდეგ. რა ხდება ჩვენს თავს ხალხო? ხანძარში დაიწუნენ ადამიანები, ქობულეთში მოხდა საზარელი ამბავი, დაიწვა 3 ულამაზესი ბავშვი. მამკოდის ტყეში 4 ადამიანი დაიღუპა მამკოდის ტყიდან რომ მოდიოდნენ. 4 ახალგაზრდა და ერთ სადარბაზოში ერთ სართულზე 4 მიცვალებული იწვა. და რომელი ერთი? ყველას ვუთანაგრძნობ იმ დაღუპულების ოჯახებს,
იმ დაზარალებულების ოჯახებს, რომლებმაც თავის ოჯახში გადაიტანეს ეს უბედურება და ჩვენ მორალურად გვერდში გიდგებართ თქვენ. რაშია საქმე? რატომ ვართ ასეთ მდგომარეობაში და რატომ გვაქვს ამდენი მსხვერპლი? ხომ არ დავფიქრებულიყავით? იქნებ იმდენად უარყოფითი ენერგიაა ჩვენი მხრიდან გაშვებული, იქნებ იმდენად დიდი აგრესიაა ჩვენი მხრიდან გაშვებული, იქ ზემოთ რომ რაღაცას არ ვპატიობენ. მე არ დავიწყებ იმაზე საუბარს და ქადაგებას, რომ ამ ყველაფერს ჩვენი ცოდვების გამო ღმერთი მოგვისჯისო. მე ამის უფლება არ მაქვს, იმიტომ რომ მე არც მოძღვარი ვარ და არც ქადაგი. მაგრამ მე ვარ მოქალაქე, ადამიანი, ჩემი საქართველოს შვილი ვარ და ვარ ის ადამიანი, პროფესიით ჟურნალისტი, რომელიც ამ ყველაფერს ალბათ ცოტა უფრო სხვანაირი თვალით უყურებს. ადამიანებო, ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული და გავუძლოთ იმ გაჭირვებას, რასაც თუნდაც 90-იანი წლების განმავლობაში ვუძლებდით. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ. მე მახსოვს 90-იან წლებში, როდესაც გაუსაძლისი სიტუაცია იყო, როდესაც აღარც პური იყო, აღარც სხვა საარსებო საშუალებები და არც დენი იყო, არც ტრანსპორტი იყო. ხალხი, როდესაც მეტროში ჩასხდებოდნენ ხოლმე, ის მეტრო ხშირად ჩერდებოდა ელექტროენერგიის გათიშვის გამო და ხალხი იყო უკვე შიზოიდურ მდგომარეობაში, მაგრამ იტანდა. ამას იტანდა იმიტომ, რომ ერთად იყვნენ და მაშინ სხვანაირი სიყვარული იყო. სხვანაირი სიყვარული იყო 99 წლის 9 აპრილს, როდესაც ქართველები, საქართველოს შვილები ერთად დავდგეთ, ჩვენ ბევრ ამის გავუძელით. მოდით დავდგეთ ისევ ერთმანეთის გვერდით. მე არ ვიძახი იმას, რომ ერთად დავდგეთ და საბურავები დავწვათ და ლობიო ისე მოვხარშოთ ერთად და მერე იმ ერთი ქვაბიდან ამოღებული ლობიო ყველამ ერთად გავინაწილოთ, როგორც ეს 90-იან წლებში ხდებოდა. არ ვამბობ ამას, ღმერთმა დაგვიფაროს კიდევ აი ასეთი პერიოდისაგან, მაგრამ როდესაც ხელისუფლება გვპირდება, რომ სულ მალე ელექტროენერგია გრაფიკით მოგვეწოდება, ანუ პრინციპში შეიძლება ითქვას ელექტროენერგია აღარ გვექნება. როდესაც ხელისუფლება ლარის კურსს გვიუფასურებს, როდესაც ხელისუფლება გვპირდება, რომ შიერს დავტოვებს სულ მალე, იმიტომ რომ პური გაგვიძვირდება, პურს ალბათ, პურის გაძვირება, სხვა პროდუქტების გაძვირება მოყვება ამ საარსებო პროდუქტებისაგან, დღეს რა დღეში ვარ. დღეს რა იაფს ვიხდით რამეში, მოდი ნუ შევშინდებით. და ის კი არა, რომ ყველაფერს ჩავუჩუმდეთ, იქნებ გავერთიანდეთ, იქნებ ერთმანეთის სიყვარული ვისწავლოთ და გავიხსენოთ 99 წლის 9 აპრილი. გავიხსენოთ ის 90-იანი წლები, როდესაც ჩვენ ძალიან ბევრ ამას გავუკლავდით. იქნება და ის უნდათ, რომ აგერ ბენზინი, საწვავი გაიაფდაო, სულ მიზერით, მაგრამ გაიაფდა. ხომ არ უნდათ, რომ ვიღაცა მიხეიროს ჩვენს ხარჯზე და ადგეს და საწვავით მანიპულირება დაიწყოს და სანამ იმ საწვავიდან მოგებულ თანხას არ მიიღებს, მანამდე ჩვენ ელექტროენერგიით აი ესე დაგვაშანტაჟებს ელექტროენერგიის არ მოწოდებით. ნუ ჩავუვარდებით მკლავებში ვინმეს და ნუ გავხდებით ვინმესადმი მთხოვნელი. ყველაფერზე წამოვალთ, ოღონდაც სინათლე გვაჩვენებთ. ჩვენ არ გვეშინია არაფრის, ჩვენ თავარია ერთმანეთის სიყვარული ვისწავლოთ. ხო და მოვეფეროთ ერთმანეთს. ჩვენ ვართ პეკატი ვიჯი, რომელიც ჯერჯერობით ჩუბინაშვილის, რომლის ოფისი ჯერჯერობით ჩუბინაშვილის 79-ში მდებარეობს. სექტემბრის ბოლოდან ჩვენ აქ აღარ ვიქნებით, გადავალთ სხვაგან და სადაც გადავალთ, იქაურ მისამართს მოგაწვდით. ამ წუთას კი შემიძლია მხოლოდ ტელეფონის ნომრით შემოვიფარგლოთ 2-18-25-19 ან მობილურის ნომერი 577-40-83-82. თქვენ მოგზავნით ჩვენთან და ჩვენ ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ერთმანეთის მხარში დგომა, როგორ შეიძლება ერთმანეთის სიყვარული ვისწავლოთ, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოსახლეობა გასაჭირიდან ამოვიყვანოთ, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ ენა აღარ წავახდინოთ და მამულს მოვუფრთხილდეთ, რწმენას მოვუფრთხილდეთ, განა ჩვენი პრინციპი, მამული ენას არწმუნოება არ არის, განა ეს არ დაგვიტოვა დიდმაილია და განა ამას არ გვასწავლიდნენ
ჩვენი წინაპრები, ხო და გავუხსოვდეთ წინაპრების დანატოვარს. მე გავხდით ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი, ეს იყო რუბრიკა მათქმევინეთ, მოგბრძანდით ბატონო და თქვენც თქვით თქვენი სათქმელი. ეგებ რამე უშველო ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, დავდგეთ ერთად და ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული, თორე გაუტანლობამ ხედავთ სადამდე მიგვიყვანა. უდანაშაულოები წაიყვანა იმ ქვეყნად. ნახვამდის.